მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ განათლებაზე. მაგრამ ამჯერად სასკოლო განათლების გამოწვევებსა და მიღწევებს, ზოგადად პროცესზე. ბიომეტრიის სტუმარი გახლავთ ქალბატონის სოფო დუმბაძე. მოგესალმებით, სოფო. მადლობა რომ მოგწენდით. მადლობთ თქვენ მოწვევისთვის. ძალიან ცოტა შეუძლია ისაუბროს პრაქტიკული გამოცდილებიდან. რას მიიჩნევთ უმთავრეს გამოწვევად სასკოლო ცხოვრებაში? რა არის? მას შემდეგ, რაც ვიბრძვით სახელმწიფოებრიობისათვის, სახელმწიფოებრივი შენარჩუნებისათვის, ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობიდან 99 წლის შემდეგ გვაქვს განათლების სისტემაში ეს ძალიან დიდი გამოწვევა. ალბათ ამას იწვევს ის, რომ პრიორიტეტები ვერ განვისაზღვრეთ. რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი საზოგადოების საჭიროება რა არის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რეფორმა მიმდინარეობს წლების განმავლობაში, არაერთი რეფორმა. ყველაზე აქტიურად რეფორმატი მიმართულება. დიახ, ანუ საგანმანათლებლო სფერო, მე მგონი ყველაზე მეტი რეფორმა გადაიარა ამ სფერომ. ვერ ვიტყვი, რომ ამან თავის დადებითი კვალი არ დატოვა განათლებაზე, თუმცა დღემდე ვრჩებით ძალიან ბევრი და დიდი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე. ეს არის გადაცემამდე ვსაუბრობდით ალბათ ის, რომ ხალხი, რომელიც მუშაობს რეფორმებზე, ცხადია განმანათლებლები, ნაკლებად არის ალბათ იმათ შორის კონკრეტული პირები, ვისაც უმუშავია რეალურად სკოლაში, ველზე, ვინც ზუსტად იცის კონკრეტული ცვლილება, რა უარყოფით და რა დადებით გავლენას მოახდენს ჯერ ბავშვზე და შემდეგ მასწავლებელზე. ამ შემთხვევაში გულისხმობთ პრაქტიკულ გამოცდილებას, სასწავლო პროცესების პრაქტიკულ გამოცდილებას. უშუალოდ, როდესაც სასწავლო პროცესი ადამიანებს არ აქვთ ნანახი, ძალიან რთულია ჩაწვდნენ იმ სირთულეებს, რაც რეალურად შეიძლება, აი ელემენტარულად სახელმძღვანელოს შეცვლა, პროგრამის გადაკეთება, შეცვლა, იქ მშობლის მოსაზრება, ბავშვის, მასწავლებლის, ეს ყველაფერი თუ არ იქნება გათვლილი, შესაბამისად უარყოფითი მხარე უფრო წინ წამოვა, ვიდრე დადებითი მხარე და ამიტომაც ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. დიახ, ერთ-ერთი მთავარი ალბათ მაინც არის თუ საჯარო სკოლებს მიმოვიხილავთ. ჩემი გადასახედიდან ეს არის რიცხვი, მოსწავლეების რიცხვი საკლასო ოთახში. რაოდენობა, მოსწავლეთა რაოდენობა არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა კერძო სკოლებისთვის ეს იყო დაუშვათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ერთგვარი ბენეფიტი, რაც ჰქონდა, მაგრამ დატვირთვა იზრდება კერძო სკოლაში. გეთანხმებით აბსოლუტურად. წლების წინ იყო ის, რომ კერძო სკოლებში იყო ნაკლები რაოდენობის მოსწავლეები, კლასში ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შედარებით მცირე რაოდენობის მოსწავლე ყოფილიყო საჯაროსთან შედარებით. თუმცა ალბათ კარგია ის, რომ გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა და უკვე კერძო სკოლებშიც ნახავთ თქვენ 20+-ით მოსწავლეთა რაოდენობას, საჯაროზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სამწუხაროდ ეს დაინტერესება ახალი სკოლების გახსნის, კერძო სკოლების გახსნის შედარებით უფრო ნაკლებია, ახლა იხსნება რამდენიმე ახალი საჯარო სკოლა, აი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, თუმცა ახალი სკოლების დაარსება ნაკლებად არის ახლა ბიზნესის სფეროს დაინტერესება, იმიტომ რომ საკმაოდ რთული და ალბათ ნაკლებად მომგებიანი სფეროა ამ ხრით. ინფრასტრუქტურის ნაწილს მიიჩნევთ თუ არა შემაფერხებელ ფაქტორად. რამდენად მნიშვნელოვანია გამართული თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ შევქმნათ ჯანსაღი სასწავლო პროცესები? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, იმიტომ რომ თაობა, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა, ძალიან წინწასულები არიან, ანუ ძალიან განვითარებულები არიან ბავშვები ჩვენთან შედარებით. შესაბამისად, იმათ აქვთ წვდომა უამრავ მასალაზე, იციან რა არის კარგი, აქვთ ნანახი, რა შეიძლება მოსწონდეთ სხვა სკოლებში, უცხოეთში გადიან და ასე შემდეგ. შესაბამისად, როცა ბრუნდებიან უკვე სკოლაში და არ ხვდებათ ის სივრცე, რაც არის მათი მოლოდინი, არის ფრუსტრაცია. ანუ ეს უკვე ნაკლები мотиваცია, ნუ მე მაინც ამ სივრცეში ვარ, ეს განსაკუთრებით ნახეთ, კერძო სკოლები მეტად ცდილობენ და
კონკურენციის დამოკიდებულება აქვს. დიახ. საჯარო სკოლა კი ამ მხრივ ცოტა რთულ მდგომარეობაშია მიუხედავად იმისა, რომ მე მიწევს ჩემი სხვა საქმიანობიდან გამომდინარე, მიწევს სხვა სკოლების საჯარო სივრცეების დათვალიერება და იქ იკვეთება ძალიან მნიშვნელოვნად საჭიროება, განსაკუთრებით ქალაქის და სოფლის სკოლას თუ შევატარებთ, მაგაც ძალიან ტრაგიკულია სურათი. პრობლემა გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. კაპიტანი საბა თქვენ ახსენეთ მიუხედავად გამოწვევებისა, რომ ეს თაობა არის პროგრესული. არის. რის ხარჯზე მივიღეთ უფრო აზრობრივად მოტივირებული, უფრო სხარტი, უფრო smart თაობა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაზეც ჩვენ საუბრობთ ახლა, აღმოჩნდა, რომ განათლების ნაწილში მაინც არის ძვრები. ეს რის ხარჯზე მიღებული შედეგია, ეს არის თითოეული პედაგოგის შრომის შედეგი, თუ სისტემაში მიმდინარე ცვლილების შედეგია. რთული სათქმელია. პიროვნულად ვემხრობი იმ იდეას, რომ შვილი ჯობია მამას და ვითარდება სამყარო და შესაბამისად ბავშვებმა უფრო მეტი იციან, ყოველმა ახალმა თაობამ უფრო მეტი იცის. ალბათ ტექნოლოგიების კვალიც იკვეთება. ცხადია, ტექნოლოგიებმა, ამ განვითარებამ, ინტერნეტმა ისეთი შესაძლებლობა მისცეს ბავშვებს და ამას აქვს თავის დადებითიც და უარყოფითი მხარეც. ცხადია და შესაბამისად ვერ ვიტყვი, შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ მოსწავლეებთან არის კონკრეტული მასწავლებლის კვალი, დადებითი, თუმცა მაინც ეს კომპლექსურია და ქმნის ერთიანობას, ოჯახია, პირადი ინტერესებია და ასე შემდეგ და ნამდვილად არიან ჩვენზე უფრო განვითარებული. კაპიტანო, ძალიან ხშირად უხერხულ მდგომარეობას განვიცდის იმაში, როდესაც კრიტიკით საუბრობთ პედაგოგებს. ძალიან ხშირად ყოფილა ამავე სტუდიაში, მაშინ როდესაც ქარცეცხლი დადგა პედაგოგების მიმართ. შენიშვნები ჰქონდა როგორც სტუმრებს, შენიშვნები ჰქონდა ასევე მეც. თუმცა ძალიან იშვიათად ვსვამთ საპირწონე შეკითხვას საპირისპიროს, რამდენად ხართ უზრუნველყოფილი, რამდენად გაქვთ მოტივირების შესაძლებლობა და რამდენად ძაფრად დგას არა მხოლოდ სასწავლო სისტემისთვის, არამედ თქვენთვის, როგორც ცალკეული პედაგოგებისთვის გამოწვევები დღის წესრიგში. არის თუ არა ჩვენი განათლების სისტემა მორგებული თქვენ საჭიროებებზე პირველ რიგში იმისთვის, რომ მივიღოთ შრომის უნარიანი, ნაყოფიერი და მოტივზე ორიენტირებული პედაგოგი? დამეთანხმებით საკმაოდ რთული საკითხია. კომპლექსურიც ბუნებრივია. რა თქმა უნდა და ვერ ვისაუბრებთ ერთი მხრიდან და ალბათ არის დაყოფა საჭირო რა კატეგორიის მასწავლებელს ეხება. გულისხმობ უკვე დიდი ხნის გამოცდილ პედაგოგს, რომელსაც წლები აქვს გამოცდილი თუ ახალგაზრდა, რომელიც ახლა შედის პროფესიაში და აქაც სხვადასხვა დამოკიდებულება. პირადად მე მომხრე ვარ იმისი, რომ აუცილებლად სჭირდება ყველა პროფესიას ცხადია და პედაგოგს კიდევ უფრო მეტი ზრუნვა განვითარებაზე, იმიტომ რომ დაწევა თაობის ძალიან რთულია და თუ დროულად არ ვიქენით ამისთვის მზად, არის, არ ვიცი, დამღუპველი ალბათ პროფესიულად და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მხარი აუწყოთ ყველა რეფორმას, იზრუნოს მასწავლებელმა განვითარებაზე, თუმცა გააჩნია ეს როგორ ხდება, რა არის მოთხოვნილი, ვისგან არის მოთხოვნილი და არის თუ არა გათვლილი ნამდვილად ეს გრძელვადიან შედეგზე. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ნანახი ესეთი უცნაური მოთხოვნები პედაგოგებისადმი, რაღაც კონკრეტული დავალებების სახით იქნებოდა ეს შემაჯამებელი დავალებების თუ ასე შემდეგ, არ მინდა ეხლა კონკრეტულად სხვადასხვა ნაკლებად გვესმის მოთხოვნები პედაგოგებისგან. რეფორმების მიუხედავად, არ ვიცი, ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ქვეყნის რყევების მიუხედავად, ეს არის ის საზოგადოება, რომელიც ნაკლებად აყენებს მოთხოვნებს. არ ვიცი, თქვენი გადასახადიდან ეს როგორ ჩანს, მაგრამ თითქოს შორიდან ერთი შეხედვით არის განწყობა, რომ პედაგოგი ერგება ნებისმიერ მოცემულობას. ანეზღაურების კომპონენტი, სამუშაო პირობების კომპონენტი არის თუ არა იმ ნიშნულზე, რომელიც გააძლევთ საშუალებას იყოთ მოტივირებული. ნახეთ, ალბათ გაგიგიათ. მესმის უხერხულია ამ თემაზე საუბარი. საკმაოდ უხერხულია, ნახეთ, რადგანაც ეს პედაგოგის პროფესიას ეხება. და ხშირად გაგვიგია, რომ მოწოდებით პედაგოგი, პედაგოგისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი აქვს ანაზღაურება და ასე შემდეგ. მართალია ვერ განსაზღვრავს
ჩემი კოლეგების დიდი ჯარი დამეთანხმება, რომ ვერ იქნება სრულად ანაზღაურება პედაგოგისთვის მამოტივირებელი. იმიტომ რომ მართლა ბუნებრივად სხვა ემოციაა, რაც პედაგოგიკაში მომუშავე ბავშვებთან მომუშავე ადამიანებს ამოტივირებს და ვერ იქნება ეს სრულად განმსაზღვრელი მხოლოდ ფინანსი. თუმცა, აი ამაშია საქმე. თუმცა, როდესაც უკვე არ ხარ შენ მარტო და შენს უკან ოჯახია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ გაქვს კონკრეტული საჭიროება. მასწავლებელი არ ითხოვს, ეს იმას არ ნიშნავს, მას არ სჭირდება. და ალბათ ამ მხრივ პედაგოგები ვერიდებით კიდეც იმ საერთო სახეს, საერთო სახელს გაგიგიათ ალბათ, ანუ აი ჩემს ბავშვობაში დადიოდა ასეთი ფრაზა, რომელიც ძალიან ცუდად გვახსოვს ჩემი თაობის ბავშვებს. აი იმდენის გასწავლე, რამდენიც გადამიხადეს და ეს ჩემს თაობას ახსოვს და ჩემი თაობის მასწავლებლები, ვინც ახლა მასწავლებლობთ, არ გვინდა იგივე იყოს. ჩვენ გაცლებთ იმაზე მეც გავცემთ და გვინდა გავცეთ იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ აგვინაზღაურდება. რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, წლების განმავლობაში სხვა შორის სახელმწიფო დაფინანსება იყო ეს და ვალდებულებაშიც ჰქონდა პედაგოგებს, თუმცა აქაც რაღაც ცოტა დისკრიმინაცია იყო, იმიტომ რომ წლები მხოლოდ საჯარო სკოლის პედაგოგებს ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და კერძო სკოლის მასწავლებლებს არ ჰქონდათ ამის საშუალება და იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები იმის გამო მაინც კერძო სკოლის პედაგოგს უწევდა, რომ საჯარო სკოლაში ყოფილიყო, რომ წვდომა ქონოდა იმ ძალიან კარგ პროგრამებთან და პროექტებთან, რომელიც ამ რეფორმების ფარგლებში განხორციელდა. იყო ბევრი ძალიან კარგი ტრენინგი და საჭირო, რამაც განვითარება, ასე ვთქვათ, შემატა პედაგოგებს პროფესიული მიმართულებით და იყო ის, რაც დაუშვათ გადაფასდა და აღარ არის საჭირო. რაც შეეხება იმას, რომ იზრუნოს თავისი ფინანსით და ელემენტარულად, აი ჩვენ გვაძლევენ მაგალითად არის ფინური სკოლა მოყვანილი. უცხოეთის გამოცდილება, ვის რომელ პედაგოგს აქვს იმის საშუალება, რომ წავიდეს და რეალურად გაიაროს სტაჟირება, ნახოს, აღმოაჩინოს, ველზე შეხედოს, როგორ მუშაობენ ეს ადამიანები. წეგან პრობლემებზე ვსაუბრობდით და მაინც მიმაჩნია ერთ-ერთ აი ყველა რეფორმა, რაც დაიწყო, ჩემი პირველი წლები იყო პედაგოგობის და ყველაფერი გადავიარე, ასე ვთქვათ. და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ვახდენთ კოპირებას. იგივე ფინური მაგალითის, იგივე გერმანული მაგალითის, იგივე ინგლისური მაგალითის, ისეთ განვითარებული ქვეყნების მაგალითებს ვიღებთ, თუმცა რთულია ამისი მორგება ჩვენს რეალობას. ხასიათი არ არის გათვალისწინებული. აბსოლუტურად სხვა მენტალობა გვაქვს, აბსოლუტურად სხვა ემოციის ხალხი ვართ ჩვენ და ვერაფრით ვერ იქნება ის, რაც მუშაობს ფინეთში ყველას ბედნიერ ხალხთან. ჩვენ ამდენ ჭირვარ ამ გადანახად ხალხს ასე ადვილად ვერ გააბედნიერებ. ანუ ჩვენ სხვა ჭირდება. ის, რაც ნაკლებად ემოციური ინგლისს მუშაობს, ჩვენთან ეს ვერ მუშაობს და ეს კოპირება ცუდად მუშაობს და ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ თავი ვერ ვიპოვეთ. ჩვენი სისტემა ვერ შევქმენით. ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდით რა გვინდა. ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ, რომ გავზარდოთ მოაზროვნე ბავშვები. მაგრამ ვართ მზად საზოგადოება, რომ ეს მოაზროვნე თაობა მივიღოთ. ჩემი მთავარი მიზანი დღევანდელი გადაცემის არის თქვენი პრობლემებიც მათ შორის გამოიხატოს. და ეს ამდენი დაუმსახურებული საყვედური იყოს პასუხგაცემული. თუ რაიმე ცუდი ხდება საზოგადოებაში, ეს მასწავლებლების ბრალია. იმიტომ რომ მასწავლებელმა ვერ გაზარდა სათანადოდ ის ადამიანები, ვინც ასე ცუდად იქცევიან. ანუ ყველაფერი რაც ხდება, ვინ არის მასწავლებელი, ვინ გაზარდა, თუმცა რეალურად მასწავლებელი მარტო არ არის. ის ბავშვები არიან ისეთივე, როგორებიც არის საზოგადოება, როგორიცაა საზოგადოება, როგორიც არის ოჯახი მის ირგვლივ. შესაბამისად, ბავშვის დამოკიდებულებაც მასწავლებლისადმი არის ისეთი, როგორიც მის ოჯახს აქვს. როდესაც ხედავს მოსწავლე, რომ მისი ოჯახის წევრები არ სცემენ პატივს პედაგოგს, არ ითვალისწინებენ მასწავლებლის მითითებას, რჩევას, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად უფრო დიდ დროს ვატარებთ ბავშვებთან, ვიდრე საკუთარ შვილებთან, ვიდრე დედები ატარებენ დროს თავიანთ შვილებთან. შესაბამისად არის რაღაცა ისეთი საკითხები, რომელიც მასწავლებელმა უკეთ იცის. საგაკვეთილო პროცესების მიღმაც სამვალდებულებას
განათლებას ვკიდებთ ხოლმე საგანმანათლებლო სივრცეებს. ჩვენ და სამწუხაროდ საბედნიეროდ. სამწუხაროდ ეს ძალიან ლოგიკურად მივუახლოვდით იმ ნაწილს, როცა უნდა ვისაუბროთ მშობლების ჩართულობაზე განათლების პროცესში. ცალკე აღებული სკოლა ბუნებრივია არ ქმნის იმ კლიმატს, რომელიც ჩვენ გვინდა სამომავლოდ ნახოთ პოზიტიურ ასპექტში. რამდენად აქტიურია დღეს თანამედროვე მშობელი, რამდენად თანამშრომლობს, რამდენად ხდება მედიაცია თქვენს და ოჯახის შორის, არის თუ არა ჩართულობა და პრინციპში კერძო სკოლის მაგალითით საინტერესოა, თითქოს ეს არის ის სკოლა, რომელიც უფრო გამოკვეთილად უნდა აქცევდეს ყურადღებას ამ პროცესებს, არის თუ არა ეს ასე. მშობლის ჩართულობა დაგეთანხმებით არის უნიშნელოვანესი და უმთავრესი, ოღონდ აქაც გამოვყოფთ ის სწორად ჩართულობა. ანუ რას გულისხმობს მშობელი, რომ იყოს ჩართული ბავშვის სასკოლო განათლების მიღების პროცესში. სამწუხაროდ კარგ მოდელზე ვისაუბროთ საუკეთესო მოდელი კი ბატონო საუკეთესო მოდელი ალბათ ეს ის შემთხვევაა როდესაც მოტივირებული მშობელი მოდის კონტაქტზე და მასწავლებელთან ერთად ცდილობენ ბავშვის საუკეთესო შესაძლებლობები, მის საუკეთესო მონაცემი გააღვივონ და იმ შემთხვევაში, როდესაც ამას მასწავლებელი ვერ ახერხებს, რომ დაინახოს ეს ბავშვთან, აქ არის უკვე მშობელი და მშობელი მოდის ინიციატივით, მშობელი მოდის იდეებით თუ როგორ შეიძლება საუკეთესო შედეგის მიღება მის შვილთან და არის არაჩვეულებრივი ტანდემი, ერთობლივი პროექტები და ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენად ხშირია მსგავსი პრაქტიკა ქალბატონო საფოს? ჩემს შემთხვევაში ჩვენ სკოლაში, სადაც მე რეალურად პრაქტიკოს მასწავლებელი ვარ, არის ძალიან ხშირი და ამისი გარკვეულწილად პროგრამაც კი გვაქვს შემუშავებული სადამრიგებლო საათებში, როდესაც იწვევენ მშობლებს და ეს საოცრად მომგებიანი ვერსია ურთიერთობის ამაყია ბავშვი, ამაყია კლასელი, ამაყია დამრიგებელი და სკოლა. ცხადია, რომ ჩვენ ყავს ასეთი მშობლები და ორივე მხრივ ამ შემთხვევაში არის რაღაც საუკეთესო შედეგს ღებულობ. თუმცა გვაქვს სხვადასხვა კერძო სკოლის შემთხვევაშიც ის მეშენიშნები, რომ თუ კი ჩემი გადასახედიდან ეს უნდა იყოს პირიქით და თუ კი განათლების ნაწილში ოჯახი დებს რესურსს, დამატებით რესურსს, ის უნდა იყოს ჩემი თვალთახედვით მოტივირებული. თუმცა ასევე საპირისპიროც მსმენია, რომ აქვთ არგუმენტი საზოგადოების გარკვეულ შრეებში, რომ ჩვენ ვიხდით თანხას გარკვეულს და სკოლის და პედაგოგის ვალდებულება ხდება იზრუნოს ყველა კომპონენტზე, რამდენად შეიმჩნევა. ძალიან მძიმე საკითხია ეს განსაკუთრებით კერძო სკოლაში. და საკმაოდ რთულია აუხსნა მშობელს, რომ ის თანხას იხდის იმაში, რომ მის შვილს მივაწოდოთ მაქსიმალურად განათლება შესაბამისი დოზირებით, რაც მისთვის არის საჭირო ახლა და კონდეს შედეგი, რაც მას შეუძლია. თანხის გადახდა იმის გარანტი ვერ იქნება, რომ ის ბავშვი აუცილებლად ათოსანი იქნება, რომ აუცილებლად ევერესტს გადალახავს ყველაფერში. შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მიმართულება. კერძო სკოლის ალბათ ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ უფრო მეტი კონტაქტი აქვს ბავშვებთან შედარებით მცირე რაოდენობის გამო, არზის 30 და უშუალოდ ზის მაქსიმუმ 20 და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს იყოს დამოუკიდებელი, უფრო მეტი არაფორმალური განათლება გამოიყენოს იმისთვის, რომ ბავშვის შესაძლებლობები გამოკვეთოს და დაარწმუნოს მშობელი ნიშნისა და ბავშვის განვითარების და შესაძლებლობების რაღაც ურთიერთშეგობრობრივ წილად უხერხულ სელექციას ქმნის საზოგადოებაში კერძო და საჯარო სკოლის მონაკვეთი ჩვენ და სამწუხაროდ ახალგაზრდებშიც, მოსწავლეებშიც, ბავშვებშიც იგრძნობა თითქოს როგორც პლუს ფაქტორი კერძო სკოლა, თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ არანაკლები კვალიფიკაციის პედაგოგები ყავს საჯარო სკოლებს და არის სკოლები, რომელსაც გამართული აქვს ყველა მექანიზმი საიმისოდ, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით. ხარისხიან განათლებაზე იყოს ორიენტირებული. მნიშვნელოვანია ეს საკითხი. დიახ, აი გარკვეულწილად თითქოს ჩანს თითქოს არა მართლაც რეალურად სოციალური ბენეფიტების კატეგორიას მიაკუთვნებენ კერძო სკოლებს და ის დალექილი წარმოდგენები, რომ უპირობოდ ყველა საჯარო სკოლა არის ცუდი და კერძო არის კარგი აბსოლუტურად სწორედ ამას ანუ მაგას გეთანხმებით, რომ ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად კვალიფიციური და ძალიან მაღალი დონის პედაგოგები მუშაობენ და მე თვითონაც ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი ვიყავი წლების განმავლობაში. შესაბამისად, ანუ
ძალიან კარგი მასწავლებლები მუშაობენ, თუმცა გარემო პირობები არ არის ყველგან ისე, როგორც ეს შესაძლოა, უფრო პატარა რაოდენობის სკოლაში მოახერხოს რაღაცა სკოლამ ვიდრე 200 მოსწავლეანში. რაიონთან აქ უკვე არის სახელმწიფო ჩართულობა. აი ქალბატონო სოფო, ძალიან ლოგიკურია ის, რომ გამოიკვეთა განათლების არასამართლიანობის ნაწილი. როგორ უნდა შეიცვალოს და რა მიდგომები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მიუხედავად გეოგრაფიული მონაცემებისა, ლოკაციებისა, განათლება იყოს სამართლიანი. მოდი ვთქვათ გულწრფელად, რომ არასამართლიანია დღეს განათლების სისტემა, თუ გავითვალისწინებთ ტექნიკურ განსხვავებას ქალაქისა და რაიონის სკოლებს შორის. ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და სიმართლის თვალებს შევხედოთ. თუ არ ჩავთვლით ერთეულ გამონაკლისებს, როდესაც ერთეული ადამიანები მაღალმთიანი სოფლებიდან თუ ზოგადად არაქალაქის სკოლებიდან აღწევენ წარმატებას, მაშინ როცა შესაძლოა ეს იყოს უფრო მრავალრიცხოვანი. როცა ქალაქის სკოლა და სოფლის სკოლა, სახელმწიფო სკოლა იქნება ერთნაირი შესაძლებლობით, ერთიანი აღჭურვილობით და ასე შემდეგ, შესაბამისად არც სოფელი არ დაგვეცლება. იმიტომ რომ ჩვენ ალბათ ერთ-ერთი განმაპირობებელი რთული, ვთქვათ, ცხოვრების რთული პირობების გარდა არის ის, რომ განათლებას ვერ ღებულობენ სკოლაში. ამიტომაც უწევს ოჯახს მიიღოს გადაწყვეტილება და წავიდეს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც უფრო მეტად ხელმისაწვდომობა და ეს არის ქალაქი, უფრო მეტად დასახლებული ადგილები, რის გამოც გვაქვს ესეთ სავალალო შედეგი. რაც შეეხება თუმცა უშუალო ფაქტია ის, რომ მაღალმთიანი რეგიონების სკოლის ფარგლებში ბევრად მაღალ შედეგებს აღწევენ. აი ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა. ნახეთ, როგორი წლების განმავლობაში ვაკვირტები სხვათა შორის ესეთი დამოკიდებულება გამიჩნდა მოტივაციის ნაკლებობა კერძო სკოლის მოსწავლეებში. ზოგადად ქალაქისთვისაც შეიძლება მოვიაზროთ ეს ვერსია. შესაძლოა ეს იყოს ქალაქისაც, დიახ. საჯარო სკოლის მოსწავლე მგონია, რომ უფრო მოტივირებულია, მისი იმუნიტეტი ბრძოლის უფრო ჟინი არის, უფრო მძლავრი, მისი სურვილი აღმოაჩინოს, ისწავლოს არის უფრო მძლავრი, ვიდრე ეს შესაძლოა შეგვხვდეს კერძო სკოლებში, იმიტომ რომ გადატვირთულია პროგრამა, რთულია, უამრავ რაღაცას ვაწვდით და რაც უკვე ბავშვის გარკვეულწილად გადატვირთულობას გადაწვას იწვევს და ამიტომაც არის ალბათ, რომ უფრო მაღალ შედეგებს აღწევენ. თუმცა ეს არის ერთეულები. რაც შეიძლება გაცილებით უფრო მაღალი რაოდენობის იყოს, რომ გქონდეს ჩვენ სწორად მოწესრიგებული ეს მიმართულება. პროგრამული ნაწილი, გადატვირთვა ახსენეთ, რომელშიც აბსოლუტურად გეთანხმებით, უნდა ვისაუბროთ ამ თემას და უნდა ვისაუბროთ სასწავლო ლიტერატურის რაოდენობაზე და სიმძიმეზე. ამ შემთხვევაში შემომყავს წმინდა ფიზიოლოგიური საკითხები, მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ეზიდებიან განუსაზღვრელი წონის ხელჩანთებს. რამდენად სწორია ეს ნაწილი გაქვთ თუ არა შენიშვნები სისტემური ამ ნაწილთან დაკავშირებით და იცით ცოტა უჩვეულოა ამ ამპლუაში ვისაუბრო რეკომენდაციის სახით, მაგრამ თუ კი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში აუცილებელია გავიაროთ გარკვეული მასალა, ვეთანხმები გვესმის, მაგრამ ხომ შეიძლება როგორც მინიმუმ დაყოფილი იყოს სახელმძღვანელო 4-5 ეტაპად, რომ ელემენტარულად არ გამოვიწვიოთ ჯანმრთელობისთვის ზიანი. მართლაც ბოლოს ამ წელია ჩვენ ხვდებით სახელმძღვანელოები არის გაყოფილი 2 ნაწილად, 3 ნაწილად. თუმცა მაინც მძიმეა და ეს ალბათ უფრო პრაქტიკული საქმეა ის, რომ ხარისხი სახელმძღვანელოსი, ქაღალდის ზომა, პრინტი და ასე შემდეგ არის მძიმე, რაც ურთულებს შემდეგ მოსწავლეებს ჩანთა ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი საკითხი. პროგრამულ გადატვირთვაზეც ვისაუბროთ, რამდენად რეკომენდებულია თქვენი შეფასებით ინფორმაციული შემოდინების ეს ნაკადები, განსაკუთრებით დაბალასაკობრივ კატეგორიაში, იმიტომ რომ გულწრფელად მეც კი ვიბნევი მე-4, მე-5 კლასის პროგრამას, როცა ვადევნებ თვალს, ის რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც იყო და რაც მახსოვს შემსწავლობაში. ეთანხმებით ნამდვილად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ვსწავლობდით, თუმცა ეს ბავშვებიც განსხვავდებიან ჩვენგან
გარდა ამ სასკოლო მასალისა იმდენ სხვა მასალას იღებენ ესენ და ინფორმაციას, რომ დამერწმუნეთ აქვთ ამის შესაძლებლობა, რომ აიღონ და შეითვისონ. უბრალოდ თავარ არის როგორ მივაწვდით. რა გვინდა ამ მასალისგან, მხოლოდ შეთვისების დონე თუ რეალურ ცხოვრებაში ამის გამოყენება. ამიტომ ესეც ერთ-ერთი რთული საკითხი და პრობლემა, მეთოდოლოგია, მიდგომები, მეთოდი, რომელსაც მასწავლებელი იყენებს და ადაპტირებულია და მიღებულია სკოლის ხარისხის მართვის სამსახური იქნება თუ ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება ეს არ მოსწონდეს მშობელს, ჩათვალოს, რომ ეს არის თამაში, სასურველი რაღაცის გაზუთხვა, გაზეპირება, მოყოლა, მაშინ როცა მასწავლებელი გაუნება, რომ არა, მე მჭირდება ეს გამოიყენოს ამან, მოყვეს და არა უბრალოდ წესის გაზუთხვა. განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო მიმართულებით აქვთ ეს პრობლემები, როგორც ვიცი, ჩემს კოლეგებს. რამდენად ეფექტურად შემოვიდა სასკოლო ცხოვრებაში ტექნოლოგიები? რამდენად ეფექტურად იყენებთ პედაგოგები? აქაც განსხვავება ალბათ გეოგრაფიის მიხედვით, ტექნიკაზე წვდომის და ინფრასტრუქტურის ნაწილზეც გადავდივართ ავტომატურად, იმიტომ რომ თითოეულ საგანს სჭირდება შესაბამისი სივრცე აღჭურვილობიდან სივრცემდე, ანუ ჩაშლილი. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვხვდებით ისეთ სკოლებს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტი არ არის, სადაც სკოლაში დგას ერთი კომპიუტერი, ნუ სამი, სადაც მასწავლებელს უჭირს წვდომ იქ ცხადია, ვერ ვისაუბრებთ თანაბარ შესაძლებლობებზე. ქალაქისთვის ეს შედარებით უფრო ხელმისაწვდომია N რაოდენობის ტრენინგი და გადამზადების კურსი, უფასოც, ფასიანიც ონლაინ და მე მგონი ყველაფერი ახლა რა ტრენინგებიც არის, ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზეა და შესაბამისად კიდევ ერთი ახალი გამოწვევა გვაქვს პედაგოგებს, რომ ვხუმრობთ კიდეც ხელოვნური ინტელექტის აღზრდაც ჩვენი გამოწვევა ერთ-ერთი, რომ სწორად მიაწოდოს ბავშვებს ინფორმაცია და სწორად გაიგოს, რასაც ეკითხებიან და გაფილტრული ინფორმაცია ეს თალკეთ კიბილია, თალკეთ თემაა, საუბრიც ძალიან საინტერესო ბუნებრივია. როგორ ხედავთ საქართველოს განათლების, სასკოლო განათლების საუკეთესო მოდელს? გადავავლოთ თვალი წარსულს არა ამ შემთხვევაში შევხედოთ მომავალს 10-15 წელიწადში რა სისურვებდით, რა ფორმას, რა მოდელს საიმისოდ რომ უკეთეს შედეგზე გქონდეს ამბიცია? რაღაცა ესეთი არ ვიცი რამდენად რეალისტური იქნება, რთული იქნება, ალბათ უფრო დაფასებული მასწავლებელი. დიახ, საინტერესოა. გულისხმობ არა მატერიალურ დაფასებას. საზოგადოებისგან დაფასებული სკოლა. დიახ. და ამას მარტო მასწავლებელი ვერ შექმნის. ამას ჭირდება ერთიანი მიდგომა. აი წეგან საუბრობდით, ვინ შედის პედაგოგიკაში, ვინ მიდის სკოლაში, უნდა კი ახალგაზრდას, რომელსაც ესეთი გახსნილი გონება აქვს და უამრავი რაღაცა შეიძლება შეიტანოს სკოლაში და აუცილებლად იქნება უფრო კარგი მასწავლებელი, ვიდრე მას ყავდა. იმიტომ რომ საკუთარ გამოცდილებას გადაიტანს და ეცდება, რომ მისი ცუდი გამოცდილება არ გადაიტანოს. უნდა ასეთ ახალგაზრდებს არ. ჯაჭვი გვაქვს დაკარგული. ბაღში. რატომ აღარ არის პედაგოგობა მიმსიდვარი ქალბატონისა? იმიტომ რომ საზოგადოებისგან არის ყველაზე დაბალ ფენად, არ ვიცი, შეიძლება ვუტრირებ ახლა და რაღაცას გადაჭარბებით ვამბობ, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება განაპირობებს ალბათ სტუდენტების, ახალგაზრდების აი ესეთ რაღაცა თავშეკავებას. თუმცა როცა უკვე დიდები ხდებიან, როცა ამთავრებენ უნივერსიტეტებს და აღმოაჩენენ, რომ სკოლის სივრცე შესაძლოა მათთვის საინტერესო გამოდგეს, რომ შესაძლოა ისეთი რაღაცები ასწავლონ მომავალ თაობას, რომელიც გამოადგება და შეცვლის ამ სამყაროს, შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ, ოღონდ ასეთები არიან ძალიან ცოტა. და უკვე იცვლიან პროფესიას და ცდილობენ როგორღაც შემოვიდნენ. თუმცა აქაც უნივერსიტეტების დამოკიდებულება პედაგოგობისადმი ზოგადად სკოლაში პრაქტიკა ნაკლებია და ასე შემდეგ. ანუ ეს არის უწყვეტი ჯაჭვი, ბაღი, ანუ სკოლამდელი აღზრდა, რაც არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ ჩვენ ბაღში იმის ნაცვლად, რომ თასმის შეკრავა სწავლოს და ვამბობთ, რომ ოჯახში გასაგებია, მაგრამ ბავშვი იზრდება.
საზოგადოებაში თასმის შეკვრა უნდა იცოდეს და არ ვიცი რაღაცა ღილის შეკვრა უნდა ვასწავლოთ ნაცვლად იმისა რომ ლექსები და არაფერი წინააღმდეგობა არ მაქვს ლექსებთან და სიმღერასთან ცეკვასთან პირიქით თუმცა მესმის აბსოლუტურად სამოქალაქო კულტურა როგორც მიმართულება არის ზღვარს ქვემოთ შევთავაზეთ პირველ კლასში ისეთები მოდიან ბავშვები პროგრამა დაძლეული აქვს. პირველი კლასის პროგრამა ათვისებული აქვს და რა ვქნათ მაშინ, როცა გვყავს ისეთი მოსწავლე, რომელსაც არ გაუვლია ეს წინა სასკოლო მზაობა. აი მაშინ ხდება უკვე ის, რომ მასწავლებელს 20 კაცში ყავს ერთი, ვინც არ იცის, ის უნდა დაელოდოს, ან უარეს კეთვით მშობელს მიყავს მოსამზადებლად. და ყავს პირველი კლასიდან ვემზადებით ინგლისურში, ყველაფერში აბსოლუტურად და სად მივაქანებთ ამ ბავშვებს და რა უნდა გააკეთონ და რომ ვაცადოთ სკოლას, ვადროვოთ, თხოვენ ისეთ ცენტრებს, სადაც ასწავლიან ამას. ეს არის ზუსტად ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემა. ჩემს თაობაში ეს მიმზიდველი იყო. მე მახსოვს ბავშვი რომელიც მიდიოდა პირველ კლასში და მას ჰქონდა გარკვეული უნარების ბაზა, ეს იყო სხვათა შორის პედაგოგების მხრიდანაც საკმაოდ ქათინაურის ღირსი. ვერ გეტყვით. ეხლა მე ვისთანაც მაქვს შეხება. ყველა მასწავლებელი ითხოვს აცადეთ ბავშვობა, ბაღში უნდა ითამაშოს, ბაღში უნდა მიეჩვიოს დათმობას, გაყოფას, სიყვარულის გამოხატულება უნდა, გაბრაზება, ემოცია ეს და სკოლას, როცა აცდის საზოგადოება შეასრულოს თავისი მისია, ასწავლოს ნელა, ეტაპობრივად და არა ის, ვინ ვის აჯობებს. ისედაც ყველა ვარიანტში ცხოვრება ისე აწყობილი, რომ ვიღაცას ეს კონკურენტული გარემო, თუმცა არა ის, რომ ვიღაცამ მერვე კლასში ცერთზე იცის ინგლისური და რა მაგარია, სადმი აქვს ეს ინგლისური, მერე რა უნდა გააკეთოს ამ ბავშვმა. ეს არის ინტერესის ჩახშობა ნაადრევ ასაკში. აბსოლუტურად. ყველაფერი დასრულებული აქვს და შემდეგ ყავს ბავშვები, რომლებმაც არ იციან რა უნდათ. რა გააკეთონ? და ბუნებრივია ქრება мотиваციაც. ხალბატონო სოფო ის მოდელი, რაზეც თქვენ საუბრობთ პედაგოგის შეფასების ნაწილს, არის ახალი თაობის პედაგოგიკა. ალბათ თუ კი ძალიან ახლოს გაიცნობს ჩვენი საზოგადოება იმ ტიპის პედაგოგებს, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, რადიკალური იქნებოდა წარმოდგენა. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მოყვება საბჭოთა პედაგოგიკის ანარეკლი და შესაძლოა ეს დაუფასებლობის და გაურკვევლობის სინდრომი სათავეებს იღებდა ეს იმ წლებიდან, რომელშიც ჩვენ ვიყავით მოსწავლეები. ვისაუბროთ თანამედროვე პედაგოგის მოდელზე. არ ვიცი, უხერხულია მესმის, თუმცა თქვენ ხართ პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელსაც გაქვთ ყოველდღიური შეხება მოსწავლეებთან. როგორი პედაგოგი სჭირდებათ მოსწავლეებს? ალბათ ეს იმპულსები მოდის ბავშვების. მეტად რაც სჭირდებათ მოსწავლეებს, ეს არის პატივისცემის გრძნობა, როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მას პატივისცემს მასწავლებელი. თანასწორობა. რა თქმა უნდა, როცა მისი აზრი არის დაფასებული, თუნდაც მცდარი არის დაფასებული, მას აქვს სათანადო ადგილი, თუმცა მიდის იმაზე მუშაობა, როგორ შეიცვალოს ეს სწორი მიმართულებით. ალბათ დაფასება სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენს მოსწავლეებს ჩვენგან, იმიტომ რომ გაცილებით მეტი იციან ვიდრე ჩვენ, გარკვეული მიმართულებით. ღიაობა, მიმღებლობა, სწორადგილას კრიტიკა, ვერ გეტყვით რა შეიძლება გააკეთოს, გარკვეულწილად ალბათ მეგობრობაც ის რომ ინდივიდის შეგრძნება არის უმთავრესი მოთხოვნა. გეთანხმებით აბსოლუტურად ის რომ ეს თაობა კოლექტიურობისგან არის განცალკევებით. ვერ იღებს კოლექტიურ აზროვნებას. პრობლემით, შენი დადებითით და უარყოფითით ხარმმნიშვნელოვანი შენი მასწავლებლისთვის და ამისი დანახვა ძალიან სჭირდებათ ბავშვებს და მეგობრობა ოღონდ ზღვარში, დროში და სწორად. ვფიქრობ, როდესაც შენ მოსწავლე შენგან პატივისცემას გრძნობს, თვითონაც ეცდება, რომ პატივისცემით მოგეპყროს და მადლობა კარგი ქცევისთვის და მადლობა სწავლებისთვის. ეს დამოკიდებულება ქმნის ალბათ
იდეალურ მდგომარეობას, თუმცა ნუ ეხა შორს ვართ იდეალურის განცხადია. მესმის, თუმცა ამის ამბიცია ვერ მექნება მე პირადად. მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, რაც გვინდა რომ დადგეს ხვალ. კი. ჩვენი საუბრის დასასრულს უნდა შევაჯამოთ ფაქტობრივად თემა, რომლის გამოც წამოვიწყეთ ეს მსჯელობა და უმთავრესი რამ რაც მინდა გკითხოთ. მიუხედავად აი ამდენი რეფორმებისა, ფაქტობრივად არაერთხელ შევცვალეთ ქართული ლიტერატურის მიმართულება, ისტორია, მათემატიკა, იგივე წრეზე, თავიდან ქართული, იგივე უცხოენა. თუმცა რამდენად პასუხობს ეს ცვლილებები თანამედროვე გამოწვევებს დასაქმების ნაწილში, თანამედროვე უმაღლესი განათლების მიმართულებების ნაწილში. ხომ არ არის დრო ეს რეფორმები მიუმართოთ არა ერთი და იგივე საგნების ცვლილებას, არამედ ახალი მიმართულებების შემოდინებას სასკოლო პროგრამებში, იმიტომ რომ მე გულწრფელად მჯერა იმის, რომ დასაქმების ბაზარზე დღეს სხვა პრიორიტეტები დგას და ჩვენ ხომ ვამზადებთ სამომავლო ცხოვრებისთვის ამ ბავშვებს და ახალი პროფესიები იგივე აი ტექნოლოგიების მიმართულებითაც. ხომ არ არის დრო რეფორმები მიუმართოთ საგნების არა იგივე წრეზე ტრანსფორმაციას, არამედ ახალი მიმართულებების შემოდინებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ ალბათ სახელმწიფო დონეზე კანონმდებლობით მნიშვნელოვანი ზრების შეტანა, იმიტომ რომ სამწუხაროდ საზოგადოება, მშობლები ვამზადებთ ბავშვებს ეროვნული გამოცდებისთვის. აიძულებენ სკოლას მოამზადონ ბავშვები ეროვნული გამოცდებისთვის და ეროვნული გამოცდები თითქოს არის მთელი ცხოვრება. ამ დროს ეს არის ერთი დღე, ნუ 4 გამოცდა, 4 დღე, რომლის იქეთაც იწყება უზარმაზარი რაღაცა. და ბავშვები და მშობლები უფრო მეტ დროს ვხარჯავთ იმაზე, რომ ეროვნული გამოცდები ჩავაბაროთ და არა იმის შერჩევაში ნამდვილად მინდა მე ეს პროფესია, ჩემ შვილს ნამდვილად უნდა ეს პროფესია, რომ მიდის. ვერ უპასუხებს ცხადია ამ შემთხვევაში სკოლა, იმიტომ რომ დაკვეთაა ეროვნული გამოცდა. იმედია გვექნება მალე ისეთი მოდელი, როდესაც არა მხოლოდ ეროვნული გამოცდით იქნება შესაძლებლობა უნივერსიტეტებში და უმაღლესი განათლების მიღება, არამედ სხვა ალტერნატიული, როგორც არსებობს ეს ეროვნული გამოცდების სტრესს თუ გამოვაკლებთ ახალგაზრდის ცხოვრებას, მე ვფიქრობ, რომ მეტი დრო რაციონალური აზროვნებისთვის რჩება, გააცნობიეროს რა უნდა მას სამომავლოდ. ნახეთ, აქ აუცილებლად შემეწინააღმდეგებიან ის ადამიანები, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ, რომ გამოცდები არის მნიშვნელოვანი. აუცილებლად შემეწინააღმდეგებიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დიდი რაოდენობა თვლის, რომ გამოცდა აიძულებს ბავშვს რომ ისწავლოს და ასეც არის საუბედუროდ, ასეც არის, ანუ ჩვენი შვილების ტვინები სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის აწყობილი ისე, რომ ისწავლოს გამოცდისთვის, იმიტომ რომ ეს მოგვდგამს და ვერაფრით ვერ შევცვალე. ვერ შევცვალეთ, მე რას შევცვლი, ვერ შევცვალეთ. იმიტომ ვერ შევცვალეთ, რომ ნიშანი მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ განავითარებელ შეფასებაზე გადასვლას, ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ როდესაც ატესტატია, როდესაც მედალია და მედალი წახალისებულია ნიშნებით და არა სხვა წარმატებებით, რომელიც ადამიანმა შეიძლება 12 წლის განმავლობაში ისეთი პიროვნულ განვითარებას მიაღწიოს, რაღაც ისეთი აღმოჩენა გაკეთდეს მისი პიროვნებისთვის, რომელიც ყველა მედალს ჯობია, თუმცა მედალი გვაქვს კარგი სწავლისთვის. ალბათ უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს და ეს ამაზე ძალიან უფრო კომპეტენტურმა ადამიანებმა ვიდრე მე უნდა იფიქრონ, როგორ შეიძლება პროფესიული განათლების წახალისება, რომ პროფესიული განათლება ცუდი კი არ არის და ვიღაცაზე ნაკლები კი არ არის, თუ არ ვიცი, მაგისტრატურა თუ არა აქვს და ბევრად მაღალშემოსავლიანია ქალბატონობა, რომ უმაღლესი განათლება და განათლების მიღება არა დიპლომისთვის, არამედ საკუთარი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის, საყვარელი ადამიანების კეთილ დღეობის უზრუნველყოფისთვის. უფრო მეტი შემოსავლისთვის და გარანტირებული ბენეფიტებისთვის. აქ გჭირდება სახელმწიფოს სწორი დამოკიდებულება, რომ აზროვნებაც კი შეიცვალოს. თუმცა ძალიან რთულია საქართველოში მენტალურად ამ მიმართულების. ეს მენტალობა თუ არ შეგვეცვალა, ვერ წავალთ წინ და აქ გჭირდება უფრო
მოდი ასე ვთქვათ, რახან ჩვენ საზოგადოებას, რახან ისეთი საზოგადოება ვართ, რომ აი ეს რაღაცა განსაკუთრებულობა გვაქვს, ხო, აი სიამაყის შეგრძნება გვჭირდება, რატომ არ შეიძლება ვიამაყოთ პროფესიული განათლების მიღწევებით? რატომ არ შეიძლება მაგალითად წამოვწიოთ წინ? მართლა გაუგებარია, რატომ არის დაკნინებული პროფესიული მიმართულება საზოგადოებაში? პირიქით მაგალითი გახდეს, რომ ეს ადამიანები რა კარგად ცხოვრობენ. სამწუხაროდ ამას ბავშვები ხვდებიან 4 წელი, 6 წელი, როცა შეალევენ შრომას, ენერგიას, რამდენ ენერგიას, სწავლას და ბოლოს აღმოაჩენენ, რომ თურმე რაღაცა 6 თვიანი კურსებით გაცილებით მაღალანაზღაურებადი შეიძლება და გამხდარიყო. ანუ იცით რას გულისხმობ? განათლება 12 წელია. განათლება და არასაგნების სწავლა, განათლება მთელი ცხოვრებაა. არავინ არ გვიშლის ჩვენ კითხვას, საინტერესო მიმართულებებით, თუმცა ის რამაც შეიძლება ჩემი კეთილდღეობა მატერიალური განაპირობოს, შესაძლოა ძალიან მალე 6 თვეში ვისწავლო ისეთ რაღაცა, რამაც მომიხსნას ბევრი რამ პრობლემა მაგალითად. გეთიხმებით აბსოლუტურად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გიესაუბრისთვის, მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ, რომ ასე გამიმარტივეთ. მადლობა იმ აქცენტებისთვის, რომელიც ჟღერდა ბიომეტრიის ფარგლებში, მაყურებლებს აქვე შევახსენებ, გადაცემის კითხვებს პასუხობდა ქალბატონი სოფო დუმბაძე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.